გული მიკვდება მეგობრებო, ცოტა ხნის წინ საშინელმა ხანძარმა რამდენიმე წუთში უსახლკაროდ დატოვა ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით. ახლა მშობლები ფერფლში ჯარს აგროვებენ, რომ საჭმელი იყიდონ. მთელი საქართველო დავეხმაროთ, რომ სახლი აღვდგინოთ. 11 წლის მარიამი ამბობს, რომ ცალი თვალით ვერაფერს ხედავს. მხედველობა თანდათან მეორე თვალშიც აკლდება. დედას კი არ აქვს შესაძლებლობა ბავშვი ექიმთან წაიყვანოს. გოჰარს 3 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. ისინი ხანძრამდეც პენსიითა და სოციალური დახმარებით ირჩენდნენ თავს. მეუღლესთან ერთად კარტოფილის აღებაზე მუშაობდნენ. საკუთარ თავს ყველაფერს აკლებდნენ და თითოეულ თეთრს ზოგავდნენ, რომ პატარები გამოეკვებათ. ახლა კი ტექნიკა, რომელიც განვადებით იყო ნაყიდი, დაიწვა. დაიწვა ტანსაცმელი, დაიწვა ავეჯი, ჭურჭელი, ტელევიზორი, წყლის გამაცხელებელი. დაეხმარეთ მთელი გულით. მეგობრებო, ჩვენ აქ კომფორტზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ბავშვებს არავინ დასცინოს, რომ მათ თავი სხვებზე ნაკლებად არ იგრძნონ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.